როგორც იქნა დავუბრუნდი YouTube-ს და დღეს მინდა რომ ამ ვიდეოში ჩვენ ერთად ვისწავლოთ ის სიტყვები, ფრაზები და გამონათქვამები, რომელიც უკავშირდება სიტყვას keep. Keep ჩვენ ვიცით რომ ნიშნავს შენახვას, მაგრამ keep შენახვის გარდა კიდევ ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. თამაშაზე დავიწყეთ. პირველი, keep calm ნიშნავს სიმშვიდის შენარჩუნებას. მაგალითად, keep calm, everything is okay. სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ყველაფერი რიგზეა, okay? ანუ keep calm არის, როდესაც ადამიანს ან ადამიანებს ვამშვიდებთ და ვეუბნებით, რომ დაწყნარდით, დამშვიდით, აი ეს არის keep calm. მეორე, keep an eye on. ნახეთ, eye ვიცით რომ არის თვალი და აი უკვე keep an eye on უკვე არის თვალყურის დევნება ან ყურადღების მიქცევა. აი მაგალითად ქართულად როდესაც ვამბობთ ხოლმე რომ ჩემ ჩანთას ყურადღება მიაქცია. სიტყვაზე სადმე ვართ და 5 წუთით გავდივართ და ჩვენს მეგობარს ვეუბნებით რომ ჩემ ჩანთას ყურადღება მიაქცია. კარგი, აი ეს არის keep an eye on. ანუ keep an eye on my bag, please. Keep an eye on my bag, please. აქვე შეგახსენებთ, რომ 1 ივლისს ჩვენ ვიწყებთ ფილმების გარჩევის მარათონს, რომლის ფარგლებშიც 5 კვირის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ 5 სხვადასხვა ფილმს. კვირაში 2ჯერ თბილისის დროით საღამოს 9 საათზე ჩატარდება საათნახევრიანი ლექციები და ამ ლექციის დროს ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა მომენტებს ფილმიდან და შემდეგ უკვე განვიხილავთ და გავარჩევთ და ვისწავლით სხვადასხვა სიტყვებს, სლენგებს და გამოთქმებს ამ ფილმიდან და ამ მომენტებიდან. მთლიანობაში ჩატარდება 10 სალექციო საათნახევრიანი შეხვედრა და ამ 10 გაკვეთილის ღირებულება არის 50 ლარი. თუ დაინტერესდებით, მომწერეთ, იმიტომ რომ ადგილები შეზღუდულია და გაკვეთილები იწყება უკვე 1 ივლისს. მესამე, keep in touch. Keep არის შენახვა ვიცით, touch არის შეხება, მაგრამ keep in touch უკვე ნიშნავს ურთიერთობის შენარჩუნებას, ასე ვთქვათ, კონტაქტის შენარჩუნებას, ერთმანეთის არ დაკარგვას. ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე რომ კარგი აბა აღარ დავეკარგოთ ერთმანეთს, კარგი აბა მივწეროთ ხოლმე ერთმანეთს, ან არ დამეკარგო. აი ეს არის keep in touch. მაგალითად, let's keep in touch after the school ends. ანუ სკოლა რო დამთავრდება, არ დავეკარგოთ რა ერთმანეთს, ხო? სკოლა რო დამთავრდება, შევინარჩუნოთ რა ურთიერთობა. აი ეს არის let's keep in touch after the school ends. და მგონი უკვე მეოთხე, keep going, რაც ნიშნავს გააგრძელე. ნახეთ, go არის წასვლა, მაგრამ keep going ნიშნავს გაგრძელებას. Even if it's hard, keep going. ანუ ძნელიც რომ იყოს, გააგრძელე. ანუ ძნელიც რომ იყოს რაიმე, უნდა გააგრძელო. აი ეს არის keep going, ხო? Even if it's hard, keep going. და მეხუთე, keep my word. მაგალითად, ჩემი სიტყვის შესრულება, ასე ვთქვათ, დაპირებულის შესრულება. თუ სხვაზე ვლაპარაკობ სიტყვაზე ბიჭზე, შესაბამისად იქნება keep his word. ხო? სიტყვაზე ნახეთ, he always keeps his word. ეს ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, რომ ის ყოველთვის ასრულებს მის დაპირებას. და მეექვსე, keep in mind. Mind არის გონება, აი უკვე keep in mind უკვე ნიშნავს გათვალისწინებას ან დამახსოვრებას. აი როდესაც ვიღაცას ვაფრთხილებთ ხოლმე და ვეუბნებით, რომ იცი რა, აი ეს გაითვალისწინე, იცი რა, ეს დაიმახსოვრე. აი ეს არის keep in mind. მაგალითად, keep in mind, she is very sensitive. ანუ გაითვალისწინე, რომ ძალიან მგრძნობიარეა. აი ეს keep in mind არის გაითვალისწინე, არ დაგავიწყდეს, დაიმახსოვრე, ხო? ყურადღება მიაქცია. ანუ გაითვალისწინე. ერთი სიტყვით არის keep in mind. მეშვიდე, keep it up. რაც ნიშნავს გაგრძელებას, ეგრე გააგრძელე. ჩვენ რომ ვამბობთ ხოლმე ქართულად, ნახეთ, you are doing great, keep it up. შვენივრად გამოდის, ეგრე გააგრძელე. აი ეს არის keep it up. მერვე, keep out. რაც ნიშნავს არ შეხვიდე. აი მაგალითად, როდესაც სადმე შესვლა არის საშიში და აწერია ხოლმე ასეთი რამ კედელზე ან კარებზე, რომ არ შეხვიდე, აქ საშიშია, ეს ინგლისურად იქნება ასე.
danger, keep out, ანუ საშიშია, არ შეხვიდეთ. და მეცხრე, keep to myself, and keep to yourself, and keep to himself. და ეს ნიშნავს რაიმე საკითხის ჩემთვის შენახვას, ანუ რაიმე საკითხის სხვისთვის არ გაზიარებას. მაგალითად, I always keep my problems to myself. რომ მე ჩემს პრობლემებს ყოველთვის ჩემთვის ვინახავ, რომ ანუ სხვებს არ ვუზიარებ მე ჩემს პრობლემებს. I always keep my problems to myself, okay? და მეათე, keep someone posted. რაც ნიშნავს შეტყობინებას რაიმეს შესახებ, ინფორმაციის მიწოდებას. მაგალითად, თუ ქართულად ვამბობ, რომ რაიმე ნებისმიერი ცვლილების შესახებ შემოტყობინეთ, ეს იქნება ინგლისურად ასე. Keep me posted about any changes. Keep me posted about any changes. რომ ანუ რაიმე ცვლილებების შესახებ შემოტყობინეთ.